ერთი თვის შემდეგ. მაშასე დადგა დიდი ხნის ნანატრიდღე და ღალატ სახეზე ამსახვევებმა. ახლა ყველაფერს მოგხსნით და თქვენ სახალ სახეს დაინახავთ. მოდით. ხევად? რა თქმა უნდა. ცოტა კიდევ დარჩა. ხევად. შესანიშნავია. თუ შეიძლება თვალები დახუჭეთ. კარგი. ახლა ცოტათი გედგინებათ. შეგიძლიათ თვალები გაახილოთ. ოდნავი შეშუპება გაქვთ. ხევად? ხელი მომკიდეთ. დაჯექეთ. მაპატიეთ, რა გქვიათ? რა გქვიათ? მითხარით რა გქვიათ? მე მქვია. მე მქვია. ცუდად ხომ არ ხართ? ცუდად ხართ? მე მქვია. ოდესღაც ცხოვრობდა კაცის სახელად ომერი. მას ჰყავდა ორი მეგობარი, ჯენგიზი და ალი. და საყვარელი გოგო ეიშანი. მაგრამ მათ უღალატეს ომერს. ყველაფერი წაართვეს. ოჯახი, იმედი, სიცოცხლე.
ომერი მოკვდა შენზე შეყვარებული ეიშან. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს ის შენზე ფიქრობდა. მაგრამ ომერი აღარ არსებობს. ვარ მხოლოდ მე. მხოლოდ მე. ეზელი. კვიპროსი 2009 წელი. არ მოსროლოთ. იარაღი არ მაქვს. ვერ გესურვით, იმიტომ რომ იარაღი არ მაქვს. რომ გქონდეთ, მოსროდით? გააჩნია ვის მხარეს ხართ. ახლა რას აპირებთ? მომიტაცებთ? ჯერ უნდა ვნახო ვის ვიტაცებ. კარგი. სამთლაზე თქვენს ნიღაბს იხსნით, მე კი პირბადეს. არა. არ მინდა რომ შეგაშინოთ. გატყობთ როლში შეხვედით. მართალი რომ გითხრათ ეს დამთხოვა არ არის. მე უკან გამოგყევით. რატომ? ეს კარგი არ არის, მაგრამ გიყურებდით და დავინახე რომ დიდი თანხა გაიღეთ შემოწირულობისთვის. არ ვიცი ასეა? უცნაური არა? ეს ხალხი ყოველღა მეიმდენ ფულს აგებს კაზინოში, მაგრამ არაფერს აკეთებენ სხვების დასახმარებლად. რა შეგჭირდებათ ეს ყველაფერი? ადამიანები არც ისე გულკეთილები არიან, თქვენ რომ გონიათ. და თქვენ? მე ამის სახსნა შემიძლია. შესანიშნავად ვიცი, რას ნიშნავს არ. კვიპროსი 2009 წელი. ეიშან რა ჭირს? ჯენგის ტელეფონი მომეცი. დეპო ხალხი გაიყვანა და ექიმი მოძებნეს. სასწრაფო გამოიძახე. დროზე. დაიშალეთ, გთხოვ, დაიშალეთ. უშველეთ რამე. წყალი მოიტანეთ. ალი რა ხდება? მადლობთ. დიდი მადლობა. კარგი ექიმო, გასაგებია. ნუ თუ ისევ დაიწყო. თითქოს ყველაფერი ჩავლილი იყო. კარგი გასაგებია. ასე თქვა ჩემთან ჩამოიყვანეთო. სტამბოლში? იქნება აქ მივიყვანოთ საავადმყოფოში. ბახარისთვისაც ასე აჯობებს. ნუ თუ არ გესმის. ალი, შევძლებთ ახლავე გამგზავრებას. აეროპორტში დავრეგე, თვითმფრინავს მოგცემენ, მაგრამ ამას დაახლოებით 5-6 საათი დასჭირდება. ეიშან, მომისმინე, აქ უნდა მივიყვანოთ საავადმყოფოში, გესმის? ჯენგის გაგიჟდი, შეიძლება მდგომარეობა გამწვავდეს. ტესტი უნდა ჩაუტარდეს, აქაურ საავადმყოფოში ასეთი პირობები არ არის. კი, მაგრამ 5 საათს ვერ დავკარგავთ. როგორ არ გესმის ეს?
სტამბოლში შევხვდებით. დაგირეკავთ. ეზელ. ფრთხილად იყავი. უკაცრავად. მითხარი, ნუ სულელობ თქვა. ნუ სულელობ. რატომ უნდა გითხრა? რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს. თითქოს ეზელს ვეღარ ნახავთ. ნახავთ. კი, ნახავთ, მაგრამ ის წინანდელი ეზელი აღარ იქნება. ასე მგონია. საყვარელო. ყველაფერი კარგად იქნება. სად მივდივართ? სახლში. შენ ვბრუნდებით. სტამბოლი 2005 წელი. ძმაო, ვიცი ეს წერილი შენამდე ვერ მოაღწევს, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა იცოდე. ეს აუცილებლად უნდა გაიგო. მე მერტ უჩარი ვარ. მე უფროსი ძმა მყავს, ომერი. ის ყოველთვის ჩემი უფროსი ძმა იქნება. მე კი მუდამ მისი უმცროსი ძმა ვიქნები. ძმაო, შეიძლება ვეღარასდროს გნახო, მაგრამ არასდროს დამავიწყდები. დედა, გაჩერდი. მანდ გაჩერდი. არ მომეკარო. არ მოხვიდე. არ მომეკარო. მერტ. მოაგროვე ნივთები. აიღე. გითხარი აიღე მეთქი. გამომართვი. გთხოვ. გამომართვი. ომერი შენი შვილია, დააღნოსე. ამას მისი სურნელი აქვს. დააღნოსე, ასეთი სურნელი აქვს ომერს. ეს ჩვენი შვილის სურნელია, ჩაისუნთქე მისი სურნელი. ისევ დამნაშავედ მიგაჩნია. ახლაც მკვლელად თვლი. შეიღნოსე მისი სურნელი. ეს ჩვენი ომერია. მიდი ჩაიხუტე. დედა. ჩაიხუტე. დედა. ჩაეხუტე შენ შვილს. დედა. დედა. მომთას. მომთას. მომთას.
ძმაო. ძმაო. ასე როგორ შეიძლებოდა ძმაო? რას მიყურებ? შენ გეკითხები რა გინდა? მერტ. ომერ უჩერს მკაცრი რეჟიმის კოლონია, ქალაქი სტამბოლი. სტამბოლი 2009 წელი. ბახარ. აქ დარჩით. ბახარ აქ ვარ. ჯენგიზ. დასწრაფდი. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ნერვიულებთ. ეკიმო. ვუსურვებ, რომ მალე გამოჯამრთელდეს, პალატაში შევალ. ნახავ. ასეთ ვიცოდი, ცუდი წინად გრძნობა მქონდა. ვიცადე, ჯერ ცუდი არაფერი მომხდარა იშან. ვგრძნობდი, ვიცოდი. აბა შენ რა გეგონა? განკითხვის დღე არ დადგებოდა? შენ თვითონ დააჩქარებ განკითხვის დღის მოახლოებას თუ არ გაჩუმდები. ბახარს არაფერი არ მოუვა. ნუ ნერვიულობ. ცოტა ხანს გარეთ უნდა გავიდე სუფთა ჰაერზე. არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. მართლა. უკვე მეორედ დაგვეხმარეთ. დიდი მადლობა.
მადლობა დარღირს. ეს შემთხვევითობა იყო. Yorduk sizi de. დასვენების დროსაც კი მოსვენებას არ გაძლევთ. თუ გინდათ ჯენგის სვეტყვი რომ შინ წაგიყვანოთ. İsterseniz sizi de bıraksın istediğiniz yere. ჯენგიზი გარეთ გავიდა, მალე მოვა. Öyle mi söylüyorsun? ასე თქვა. თქვენი და გამოჯანმრთელდება. Nereden biliyorsunuz? თქვენ რა იცით? მე ამას ნათლად ხედავ. ფიქრობ ადამიანი აუცილებლად გამოჯანმრთელდება, როცა საყვარელი ადამიანი მის გვერდითაა და მისი ხელი უჭირავს. İyileştirmemiz mümkün bence. მართლა ასეა. Gerçekten mi? მართლა. Sevdikleriniz ბედნიერია ის ხალხი, ვინც თქვენ გიყვართ. ეს ცხოვრების წესია, ძმისშვილო. შეიძლება ქვეყნის დასალიერში წახვიდე, მაგრამ ყოველთვის დაბრუნდები იქ, საიდანაც დაიწყე. შეიძლება შეიცვალო, მაგრამ მუდამ ბრუნდები იმასთან, ვისთანაც ბედნიერი იყავი. რა კარგად აღზრდილიც არ უნდა იყო, ვერ მოერევი მონსტრს, რომელიც შენში ცხოვრობს. შეგიძლია სადაც გაგიხარდება იქ წახვიდე, მაგრამ გახსოვდეს, რომ ბოლოს მაინც ყველა ბრუნდება უკ. აბა ზღვის პროდუქტები, ცისფერი თევზი გაქვთ? არა, ეს ხუმრია, ძალიან გემრიელია, გინდა? ხო, ნახევარი კილო. ეგ თევზიც დამიდე. ნუ გენანება, მეტი დადე. აბა გადმოაბრუნე ეგ თევზი. გადმოაბრუნე, სკუმბრიაო ამბობა რა. ნუ თუ ეს ქალაქი ასე შეიცვალა ბოლო 20 წელიწადში. ხო? სად გაქრა ძველი სტამბული? სად იყავი ძიაკაცო, საზღვარგარეთ? არა, საზღვრებს არ გავცდენი ვარ. კარგი, აბა შენიცი. წარმატებას გისურვებ. სად მივდივართ, ძია? მიდი, პირდაპირ წადი. მიეჩვევი, ძმისშვილო, მალე უსიტყვოდ მიხვდები ხოლმე. სად უნდა წამიყვანო? წავედით. Doktor? ექიმო, წამომყევით. ღმერთო, Merak etme. ნუ ღელავთ. კარგად არის. Bir şey yok. Buyurun. წამოდით. ბაჰარ. დაიკო საყვარელო. İyiyim ben. მე კარგად ვარ. Gerçekten მართლა? çok su kaybetmişim. ხო, ორგანიზმის გაუწყლობა მოხდა.
გადავიღალე. ამიტომაც ცუდად გავხდი. თავს უნდა გაუფრთხილდეთ. ძალიანაა დასუსტებული. კარგია აქ რომ მოიყვანეთ. კარგად ვარ. ნუ ნერვიულობ ჩემ გამო. ბაჰარ, მე წავალ. დაიკო. ბატონი ეზელი ჩვენთან ერთად ჩამოვიდა. პრინციპში მან მოგვიყვანა აქ. Nasıl yani? როგორ? Geldiğimiz helikopteri o buldu. ვერტ ფრენი გამოიძახა და მე ჩვენთან ერთად დარჩა საავადმყოფოში. Ben de bekliyorum. ერთად ველოდებოდით შენს ამბავს. Hayatımı siz... ანუ სიკვდილს გადამარჩინეთ? Yok canım. არ არას ამბობთ, ჩემს ადგილზე ყველასი მოიქცეოდა. Yani კარგია რომ უკვე საიმედო ხელში ხართ. არც კი ვიცი რა ვთქვა. თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ. ახლა ჩემზე პასუხისმგებელი თქვენ იქნებით. ბაჰარ, რა იყო? ხუმრობ. Şaka yap. თუმცა არა, არ ხუმრობ. კარგი ახალი ამბავი მაქვს. ბახარი გამოჯამრთელდება. ექიმებს ველაპარაკე. korkuttun. შეგვაშინე. Seninkileri. ძალიან შეგვაშინე. ხო, ყველაზე საშინელება ის იყო, რომ 2 საათი სიტყვა არ უთქვამს, ხოლო ახლა მოიღო ხმა. მე ნერვიულობდი. ყვავილების მოტანა უნდა. ჯენგიზ. ძლივს გავაჩერე. ხო, მართლა. Sen iyi misin? ნორმალურად ხარ ბახარ? კი, რა თქმა უნდა, თვალებზე შეხედე. რას გეუბნებოდი? არანაირი განკითხვის დღე არ დადგება. ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერე, ვიცი რასაც ვამბობ საყვარელო. İyiyim მე კარგად ვარ ალი. Baksana tepem. შეხედე მფარველი ანგელოზი გამომიჩნდა. Benim bildiğim melekler görüyor. მართალი გითხრა ანგელოს ვერ ხედავ. სადაც არ უნდა წავიდე ყველგან თქვენ ხართ. გეყოფა ალი, წადი ფული გადაიხადე. მე კი ეზელს წავიყვან. ჩვენს გამო ამდენი დრო დაკარგა. მალე გამოჯამრთელდით. ჩვენ ხომ ჩვენი ცეკვა ვერ დავასრულეთ. ეს სადენები რომ არა სიამოვნებით გეცეკვებოდით. Şimdi dans edebilirim. ნახვამდის. Ezel Bey. ბატონო ეზელ, Teşekkür ederim. დიდი მადლობა რომ არ დაგტოვეთ. გმადლობთ. Böyle bir ihtimal. სხვა გზა არ მქონდა. Bu herif her yer. თითქოს მიწიდან ამოდის ხოლმე, არ ვენდობი. კარგი რა ალი. შენ ყოველთვის ყველა ეჭვის თვალით უყურებ. ქალებს შენ გიტოვებ, კარგი? მოვდივარ. ქალებს შეუყვარდა იდუმალებით მოცულო გმირო. შენ ვერავინ გაგექცევა. არა, ეგეთებიც არიან. კარგი, ახლა არ გინდა. ალბათ თავად მიეცინება რომ გაქცეოდნენ. იცი როგორ მშორს შენი, მარტო ხარ და რასაც გინდა იმას აკეთებ. ყველაფერს რაც გინდა. შენ არ აკეთებ იმას, რაც გინდა. რა თქმა უნდა, არც უმაგისობაა, მაგრამ ხშირად ვაფუჭებთ რაღაცეებს და მე ისინი ცდილობს ყველაფრის მოგვარებას. უფრო სწორედ მე ვაფუჭებ და ის აგვარებს ყველაფერს. იცი ზოგჯერ მეც მშურს შენი. რას გულისხმობ? შენ ყავს ოჯახი შვილი. მეც მინდა მქონდეს ოჯახური კერა. სადაც ვიღაც შემახსენებდა ხოლმე ვინ ვარ სინამდვილეში. თუმცა არის რაღაც რაც ორივეს გვაერთიანებს. კარც გულისხმობ. ორივე კარც ვთამაშობთ. Yani მე შემიძლია უარი ვთქვა ჩემს მარტოობაზე. შენ თუ შეგიძლია უარი თქვა შენს ოჯახზე. ეს შენზე უარს არასდროს ვეტყვი. სიყვარულის შესანიშნავი გრძნობაა. არ ვიცი უბრალოდ დღემდე შეყვარებული ვარ მასზე. რას გააკეთებდი მისთვის? რას გავაკეთებდი? არ ვიცი მოგდები თუ არა რომ მითხრას მოგდიო, მაგრამ რომ მითხრას ვინმე მოკალიო მოკლა. ალო? როგორ ხარ მეგობარო? რა მოხდა? მიდი თქვი? კარგი დაწყნარდი. მოვდივარ. დროებით.
სასწრაფო საქმეა? არა არც ისე. რა სიტყვი ერთ ადგილას რომ წამომყვე, იმედია დიდ დროს არ წაგართმევ. პრობლემა არ არის. სად მივდივართ? აქვე ახლოს ჩემი ძმა ცხოვრობს. ასე ნუ უყურებ ჩემს ძვირფას მანქანას. ოდესღაც სამ რაიონში ვცხოვრობდი. ხედავ იმ კაფეს. აი ეს. ახლა ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ ოდესღაც აი აქ ლიმონადს ვსვამდი, წარმოგიდგენია. თანახმოვარ. ნახე, შეხედე. ადრე ალი იქ მუშაობდა კაზინოს დაცვის სამსახურის უფროსად. დიდი კაცი იყო, უფროს ძმას ვეძახდით, წარმოგიდგენია? ზმოვალი. დღეს ადრე მინდა წასვლა. რატომ? ეიშან შეუპირდი რესტორანში წაგიყვან მეთქი. ჯენგიზი მიყვებოდა რაღაცას. ხედავ სერიოზული განზრახვა გაქვს, ასეა? კარგი რა, შენ სასაკში? ეიშანი რა თქმა უნდა ლამაზი გოგოა, მაგრამ რაში გჭირდება სერიოზული ურთიერთობები? გაგიჟდი ძმაო? მე შენი არ მესმის. ალი. მიყვარს ის გოგო. შენ რა რომანტიკოსი ყოფილხარ? ოღონდ ახლა სიხარულით კოცნა არ დამიწყო. შეხედე, აი აქ ხვდებოდი ხოლმე ჩემს მეგობრებს. ამ ადგილას. სწორედ აქ შემიყვარდა ეიშანი. მოკლედ ჯენგიზ ზატაი ამუბნელია. კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ? უკვე მოვედით. მე არ გადმოვალ, აქ დაგელოდები, მანქანაში. წამოდი 2 წუთით შევიდეთ. აქ კარგი ხალხი ცხოვრობს. ყველას გაგაცნობ. აქ ჩემი მეგობრის ძმა ცხოვრობს. ხედავ ამ სახლს. შეიძლება ითქვას, რომ ამ სახლში გავიზარდე. როგორ ხარ მეგობარო? კარგად ძმაო. ეზელ. ეს მერტია. ეს კი ჩემი მეგობარი. მოდი შვილო. დიდი მადლობა ზეა მომთას. ხელზე გაკოცებთ. კარგია რომ მოხვედი. ზეა მომთას მინდა გაგაცნოთ.
ეს ეწელია. ეს ძია მუმთაზი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ძია მუმთაზი ჩემთვის მამასავითაა. ჩვენ კი შვილად მიგვაჩნი ხარ. ეზელ, ნება მომეცით. დიდი მადლობა შვილო. დეიდამელი ხარ როგორ არის? კარგად გრძნობს თავს? მადლობ. ცოტა შეუძლოდ იყო, თავის ოთახში აისვენებს. რა მოვიდა? ის ცოტა ჩვენ ვერ შევძელით. მოკლედ, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. დიდი მადლობა შვილო. აბა რა ხდება, ამჯერად რა ჩაიდინე? არაფერი მამა აზვიათებს. არაფერს არ ვაზვიადებ. ჯენგიზი უცხო არ არის ჩვენთვის. მერტი უხეშად მოიქცა გაზეთის რედაქციაში. გაზეთის რედაქციაში მუშაობ? ერთი გამაღიზიანებელი უზრდელი ტიპია ჩვენთან. გახსოვს რომ გიყვებოდი? ის იდიოტი. აპატიეთ ძია მუმთაზ. დავალებაზე ერთად წავედით. მომხდარი მკვლელობის შესახებ მასალა უნდა მოგვემზადებინა. მან კი მიკროფონი არ ჩართო. როგორ ჩანს, იმ ტიპებმა უბრალოდ ფული მისცეს. ამის გამო წაკინკლავდნენ. უბრალოდ წაკინკლავდნენ? ზმა მკვლელობა მოხდა, მან კი ფული აიღო. ხოლო წაკინკლავდით? ერთხელ დავარტყი. შევგამათდით, მე ვუთხარი, შენ ვინ ყოფილხარ, თავს რამდენის უფლებას აძლევ მეთქი და რაღაც ეგეთები. იმან უჩივლა, ახლა კი უწყება მოიტანეს, პოლიციის განყოფილებაში იბარებენ. მერე რა მამა, მე ცუდი არაფერი ჩამიდანია. ხომ იცი როგორია? ყველა საქმე შეერევა. ო. ბავშვობიდან ასეთი იყო, ხო მართალია? როცა უმერი ცოცხალი იყო. ცუდ სიტყვებს არასდროს ვამბობდი. თუ რამე პრობლემა მქონდა, მაშინვე აგვარებდა. მაშინვე. მაპატიეთ ტუალეტში შევა. სად არის ტუალეტი? ზევით შვილო, ხელმარჯვნივ.
მერტ მერტ ომერ ბატონო ეზელ დიდი ხანია მეგობრობთ ჯენგისთან. არა, ცოტა ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი. თუმცა უკვე შეგვიყვარდა ეზელი. კინოფილმის გმირივითა. აბარასამბო. ჩვენ წავალ ზიამუნთას, ასე ჯობია. არ მინდა ეზელი დიდღაც დავაყოვნო. პრობლემა არ არის, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც შვილო. შემოგვიარე. მერტ, კიდევ შევხვდებით. ნახვამდის. ნუ ნერვიულობ ზიამუნთას. დავრეკავ სადაც საჭიროა და ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა ჯენგის. რამის მოახერხებ? არი დარდოთ. ზიამუნთას ჩემი დახმარება თუ დაგჭირდათ, არ მოგერიდოთ. ჩათვალე რომ ეგ არ გამიგონია ჯენგის. მადლობა ღმერთს. არც ხელი მაკლია და არც ფეხი. დედა. ბატონო ეზელ. გატყობა ქაურობა მოგეწონა. ხომ არ გინდა აქ დარჩე? წამოდი. ნახვამდის. თუმცა ზოგჯერ კიდევ უფრო ძნელია იმავე ადამიანად დარჩე. ზოგჯერ ცხოვრება ისეთ სიურპრიზებს გვემზადებს, რომ ვერ ასწრებ აზრზე მოსვლას. შენ რა თქმა უნდა ასე ცხოვრებას მიჩვეული არ ხარ, მაგრამ მე ამ სახლში გავიზარდე. შენ საიდან ხარ წარმოშობით? მერტი კარგი ბიჭი ჩანს. ოღონდ ძალიან ჯიუტია. მამამის უყვარხარ. რა თქმა უნდა. ჩვენ ერთი ოჯახი ვითვართ. მის ცოლს რა შირს? ახლოს არავის იკარებს. არიან ეგეთი დედები. ხდება ხოლმე. მერტმა თქვა, როცა ჩემი ძმა ცოცხალი იყო, მის ძმას რა დაემართა? ომერს? რატომ მეკითხები? თქვენ ლაპარაკობდით და მომეჩვენა, თითქოს დადარდიანდა, როცა თავისი ძმა ახსენა. იცნობდი? რა თქმა უნდა. ჩემი მეგობარი იყო. მერე რა მოხდა? ცუდი ამბავი მოხდა. მაინც? შეცდა და ენდო ისეთ ადამიანებს, ვისაც არ უნდა ნდობოდა. და მათ უღალატეს. ციხეში აღმოჩნდა და იქ მოკვდა. გიყვარდა ომერე? გიყვარდა? კი. ძალიან. მისი დამსახურება არასაც მივახცია.
არა, ოღონდეს არა. რა შორს ამოსულ ვართ, მგონი საბურავი გასკდა. ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი გულის ტკივილი და წყენა გაქვს, რომ გინდა მას, ვინც გული გატკინა, მაშინვე გადაუხადო სამაგიერო. იქვე. ეს გამომართვე. მე მგონი მოვჭი. ალო. გზაში ვართ. საბურავი გაგვისკდა. მართლა გეუბნები? რატომ არ გჯერა? არა, დროს ხუმრობაა. საქმეზე ვიყავით, ეიშან. ღარიბებს ვეხმარებოდი. ჯენგიზ ზატაევს ხომ იცნობ, მე საერთოდ გულჩვილი ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, ისიც ჩემთან ერთადაა. რა იყო? ეზელ. ეიშანია. რაღაც ის თქმა უნდა შემთვის. ალო? ბატონო ეზელ. რა მოხდა? ბატონო ეზელ. ჯენგიზ. ალო. არა, ჯენგიზ ვეხმარებოდი, მაპატიეთ. უკვე შემოხვედით ჩვენს ცხოვრებაში ამიერიდან უთქვენოდ აღარაფერი გამოვა. მაპატიეთ, ეს თავისთავად მოხდა. რა თქმა უნდა მესმის, მინდა და თქვენთვის მეთქვა, რომ კვირის ბოლოს პიკნიკს ვაწყობთ ბაღში. ბაჰარი გეპატიჟებათ. Bahar sizi de davet etmemi istedim. ძალიან უნდა რომ მოხვიდეთ. თქვენ თუ მეპატიჟებით. Ben de რა საკვირველია, მეც გეპატიჟებით. მაშინ მოვა. მალე შევხვდებით. აბა როგორაა საქმე? დამაწადე ამ წუთს დავწერე. ყველაფერი კარგადაა. კარგად ატარებ მანქანას, მაგრამ მე მაინც შენზე უკეთესი მზღოლი ვარ. მალე შევხვდებით მეგობარო. ნახვამდის. ზოგჯერ ცხოვრება იმდენად რთულია, რომ ადამიანს ავიწყდება ვინ იყო გზის დასაწყისში. მომისმინე ძმისშვილო, ახლა საკმარისი აღარ არის მხოლოდ ტყუილის თქმა. ახლა თუნდაც მაშინ, როცა მარტო იქნები, ვეღარ შეძლებ ის იყო, ვინც იყავი. მე ომერი არა ვარ. მე ომერი არა ვარ.
მე მე უფროსი ძმა მყავს ომერი. Ömer. ის ყოველთვის ჩემი უფროსი ძმა იქნება. Ben hep მე კი მუდამ მისი უმცროსი ძმა ვიქნები. მერტ, annem. დედა. ნუ გებრალება საკუთარი თავი შვილო. Hoş geldin Ramiz. კეთილი იყოს შენი მოსვლა რამის. მადლობ ძმისშვილო. მეგონა ორი თვის მერე გათავისუფლებდნენ. 20 წელი გავიდა. მითხრეს ამ ორ თვეს გაჩუქებთო. დღემდე ვერ მივეჩვიე სარკეში შენს გამოსახულებას. Sen hapishanede შენ 20 წელი იჯექი ციხეში, მე მთელი ცხოვრება. ასეა ძმისშვილო. წამოდი ცოტა გავისეირნოთ. ოჩახ. ნელ-ნელა ისე მოამზადე ყველაფერი, როგორც საჭირო იყო. anneni karşında görmeye nasıl? დედა ჩემთან შესახვედრად როგორ მოვემზადო ძია? ის არ ამზადა ჩვენთან სახლში დადის. მამა ჩემს მამას ეძახის. როგორ შევეგუო ამას? İnsan bunu როგორ nasıl ძია? yapar ya? შენ ბევრ რამე შეეგუე. ამასთან შეგუებასაც შეძლებ. Yok be dayı. არა ძია, ეს არც ისე ადვილია. Ya unut. მართალია უკვე ბევრ რამეს მივეჩვიე. ბევრი რამე დავევიწყე. მოუკვდი კიდეც. მაგრამ იცი რა არის ყველაზე ძნელი? En zor ყველაზე ძნელი შინ დაბრუნება. eve dönmekmiş. ყველაზე ძნელია, როცა მტრებს ანგარიშს ვერ უსწორებ. O hesap მათთან გავასწორებ ანგარიშს ძია. merak etme sen. მაგაზე ნუ დარდო. ხო, აი, როგორია დრო. ადრე შენზე ნადირობდნენ, ახლა შენ ნადირობ მათზე, ძმისშვილო. მაგრამ ვისთან გაქვს საქმე? სისხლის მსმელ მხეცებთან. აი ასეთი მტრები გყავს, ეშმაკი მტრები. შენ უნდა მოატყუო ისინი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სატყუ არა გჭირდება. ვინ იქნება სატყუ არა? ვინ? Kimseye ვერავინ ვერ იქნება სატყუ არა რამის. სიტყვებზე დამიწყებ გამოდევნებას. ისინი ჩვენაირები არ არიან, მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოერევი, თუ მტრებად ჩათვლი. onlar bana ne? მეც სწორედ ისე ვიქცევი, როგორც ისინი მომექცნენ. მაგრამ არასოდეს არ გავხდები ისეთი, როგორებიც ისინი არიან. დიდი სხვაობა არ არის, ძმისშვილო. Bir kız var. არის ერთი გოგო, Benim ეიშანისდან. kardeşi. მასზე ვფიქრობ. რატომ მასზე? Çünkü სუსტია, ავადმყოფობს. ყველა ღელავს მის გამო. კიდევ? Çünkü ეიშანს უყვარს. Eyşan ona çok düşkün. კიდევ? კიდევ არის რამე ძმისშვილო? Başka კიდევ çabuk in. ადამიანებს ენდობა.
Bana მე მგავს, უпростоრად ომერს. Ömer'e benziyor. ომერს? კარგია. კარგი, ზამოდი. ახალი სტამბოლი ვნახოთ. 20 წელი გავიდა, 20 წელი. სტამბოლი. რატომ არ გამაღვიძე? პირველად გეძინა ნორმალური ადამიანებით. საავადმყოფოში წადი შემდემთან ერთად. გარკვეა რა დიაგნოზი დაუსვეს ეიშანის დასო. საუზმე მოვამზადო ამ კაცისთვის. O kendi kahvaltısını... როგორც წესი თვითონ იმზადებს საუზმეს. თავზე ნომად გახარ. პომიდორი მომაწოდე, კამილ. ძმაო. მე კი მოვიცდი, მაგრამ ერბო კვერცხი ვერ მოიცდის. მიდი, მომეცი. მადლობა. პოლიციაში მუშაობდი? ოდესღაც. ციცაკა მომაწოდე. ოჯახი შვილები ყავს? ყავდა ოდესღაც. ყველაფერი მიატოვე, რომ ეზელის გვერდით ყოფილიყავი? პირიქით აზია. მე მიმატოვა ყველა. და მხოლოდ ეზელი აღმოჩნდა ჩემ გვერდით. ვიცნობ მაგრძნობას ადამიანი თავს დავალებულად მიიჩნევს. შენ ყველა წინააღმდეგ წახვალ ეზელის დასაცავად, ხომ მოსია? ო თუ საჭირო იქნება თავად ეზელის წინააღმდეგაც კი. ეგ ნიორი დაჭერი წვრილად. მიდი. გამოცდა კარგად ჩააბარე, ასე რომ საუზმე დაიმსახურე. ზია, როგორ გაუძლებს ამ ყველაფერს? ყოველდღემათთან როგორ გაუძლებს ამ ყველაფერს? აბა რა ქნას, დახოცოს? მე ეგრე ვიზამდი. შეიძლება მეტი მომდის, მაგრამ მე ნამდვილად მივახრეთდი მაგ ძაღლებს. მართლა გეუბნები. შენ რა გონია? არ უფიქრია მაგაზე? ეგეც სადა. ოთხი წლის წინ გამოვიდა ციხიდან. სტამბოლი, 2005 წელი. ოპერაცია გაუკეთეს, ვერავინ ცნობდა. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრი არ შორდებოდა. Aklında tek bir şey vardı. ჯანი დავაწვინე. ჩვენს ბიჭს უნდა რომ ცხენი ვუყიდოთ. კარგი, ვეცდები გადავაფიქრებინო. ყიდვას არ ვაპირებ. რომ იცოდე როგორ მგავს. 7 წლის ასაკში რომ გენახე იტყოდი რომ ჩემი ასლია. ბევრ დროს ატარებთ ერთად. არა, მაგას არ გეუბნები. არის ასეთი ცნება, გენეტიკა. გენეტიკა. იცი მეჩვენება რომ კიდევ ერთი ჯენგიზი არსებობს. ჯენგიზ. მართლა,
ჩვენ არაჩვეულებრივად ვეწყობით ერთმანეთს. განისწულია? გეყოფა. ეიშან. არ მეყოფა. ჯენგიზ. რომ არ ვიცოდე, ვიფიქრებდი, რომ ჯანი რის თქმა გინდა? ასეა. ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ შესანიშნავი ოჯახი გვაქვს. კარგად რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ არ გინდა ჩემგან შვილი. და ვიღაც სხვაზე ფიქრობ. მითხარი, რომ ვწდები. მითხარი. ახლა რა სიტყვი? ახლა? ასეთი რომ შეუძლებელია. ის ცდილობდა მტრებთან ანგარიშის გასწორებას და ყველაფრის დავიწყებას, რათა უკან დასახევი გზა არ დაეტოვებინა. ეს იყო გზის დასასრული. ის მოვიდა იქ, საითაც უკვე წლებია მიიწევდა, მაგრამ ზოგჯერ სიკვდილიც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაივიწყო.
ომერ ზოგჯერ სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ შენ უძლური ხდები. სტამბოლი 2009 წელი. ბაჰარ Ne oldu geldi mi? ხომ არ მოვიდა? Nasıl? როგორ გამოვიყურები? Güzel. შესანიშნავად წამლები მომგიტანე კარგად ხარ İyiyim. კი, გმადლობ. Sen de იმედია შენც კარგად ხარ. ბაჰარ ძალიან შემაშინე Ya ხო, კარგი. აღარ დავკარგავ გონებას შენი თანდასწრებით. kenara bayıldım. საკუთარ თავს ვეტყვი გონება არ დაკარგო მეთქი და არ დავკარგავ. Hiç yakışmadı yani yapmam bir ხო, daha. სწორედ ასე იქნება. Bak. კარგი თავს გაუფრთხილდი ხშირად დაისვენე ეს ჩემთვის გააკეთე Acayip კარგი. ახლა წავალ. ნელა, აუჩქარებლად. ასე. yavaşça. ახლა ბაჰარ ხომ იცი როგორ მეყვარხარ ვიცი დაიკო. O zaman kendi ძალიან გთხოვ თავს გაუფრთხილდი acelemiz თავს უნდა გაუფრთხილდე kocaman bir ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება წინ გვაქვს მოვიდა. ალბათ ადრე მომევიდა მოსვლა. დაგაგვიანდა. იმდენი რამე მოვამზადეთ, გაცივდება ყველაფერი. ახლა დავბრუნდები. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. ცოტა ფრთხილად ახლა დაიწვება. თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, შენ თვითონ გააკეთე. ალი, რატომ ხარ ასეთი ნერვიული? იქნებ სადო და შენ თვითონ გააკეთო. ღმერთო ჩემო. კაცი იფიქრებს, რომ არ ვიცი როგორ კეთდება. მომეცი. ესეც ასე. მომეცი მე გავაკეთებ, თორემ შივრები დავრჩებით. აი უყურე და ისწავლე, ხედავ როგორ უნდა. მაგას შენ ამბობ. უკვე 2 საათია წვალობ, ჩვენ კიდევ ამ დრომდე მშივრები ვართ. ესეც ასე. ბაჰარ მოდი მაგიდასთან. ნახეთ მამამ რა მეყიდა ამით ვიფრენ ხოლმე Gel bakayım. მოდი ჩემთან საყვარელო ძიეზო შენც მოთამაშე ხარ ჯან როგორ ლაპარაკობ რა მოხდა მამამ ერთხელ ასე თქვა მამა და ძია ეზელი მოთამაშეები არ არიან კარტის თამაში ცუდია დედა პატარა ხომ აღარ ვარ ზოგჯერ ეჭვი მეპარება რა მოხდა? Yok bir şey. არა არაფერი მოპატიეთ Özür dilerim. ასე რომ გააკეთეთ Bir şey. ერთი ადამიანი გამახსენდა
ფიქსე? როგორც ჩანს, არ გიყვარდათ ის ადამიანი. არა, უბრალოდ Unutmak მისი დავიწყება მინდა. Bana mı? მე მგავს? არა, yani მხოლოდ მოძრაობებით. başka. ის სულ სხვანაირი იყო. Ya yağmur yağacak. შეიძლება იწვიმოს. ისინი ფიქრობენ, რომ ჯობია შიგნით შევიდეთ. შენ ხომ არ ჭამ ხორცს? არა, მაგრამ რა კი ძამიკოალი მოამზადა, ამიტომ გადავწყვიტე გავსინჯო. კარგი, სახლში შევიდეთ. შიგნით უნდა შევიდეთ. მალე დასწრებს. Ya çok güzel. აქ კარგია. მოდი დავრჩეთ. Hava bozuk. ამინდი ფუჭდება. Fikrim var. შესანიშნავი იდეა მაქვს. Can, hadi Bahar ჯან ბახარს და ძია ეზელს დაუძახე. უკვე ყველაფერი მზად არის. შენები არ ენერვიულებენ? დიდხანს არ დავრჩებით აქ პირობას გაძლევ. თანაც აქ ბევრად უკეთესია ვიდრე იქ. Evet. მაშასე ბატონო ეზელ. გავიცნოთ ერთმანეთი. Kimsiniz? ვინ ხართ? საიდან ხართ? Melek mi? ეშმაკი ხართ თუ ანგელოზი? Nasıl tanıyorsun? მაინც როგორ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი? Çok ince. შეკითხვებს დაგისვამთ. Ya doğruyu söyle. ხომ შეიძლება მოგატყუოთ? Niye söyle? რატომ უნდა მომატყუათ? Yoksa gizlediğim bir şey. არის რამე, რასაც მალავთ? Herkes ყველა მალავს რაღაცას. Evet. ხო, მართალია. Evet. კარგი. Başlıyor. დავიწყოთ. Şu an სად გინდათ ახლა რომ იყოთ? sakın burada deme. ოღონდ არ მითხრათ რომ აქ. Böyle şeyler işleme. ჩემთან ასეთი რამ არ გაგივათ. şu an ახლა ძალიან მინდა სახლში ვიყო. evimde olmak isterdim. Yapma ya. ნუ თუ ასე მოგაბეზრეთ თავი. Karımla çok. მინდა ცოლ-შვილთან ერთად ვიყო. Aa, ben bilmiyorum. არ ვიცოდი. Ha, bilecek სკვირს bir ნუ şey yok. ჩამოუშვებ. Benim de yok. არც სწორი მყავს, არ შვილები. უბრალოდ ვოცნებობ ამაზე. Sen? შენ? Ben მე? ben მე isterdim. ჩემი ოცნება იყო Burada. აქ ყოფილიყავი. Evet. მაშასე მეორე შეკითხვა. Sen Yağmur. გიყვართ წვიმა? თუ გარბი ხართ, როგორც კი წამოწვიმს. Nasıl gidiyorum? როგორ მოგწონს? მშვენიერია. Hadi. ხომ არ დაუბრუნდეთ, შენ გამოღელავენ. Evet. კარგი ბატონო ეზელ. Son soru. ბოლო კითხვას დაგისვამ და მერე გადავწყვეტ.
შემიძლია გენდო. რაში? Her şey. ყველაფერში. Sen ne kadar çok... დიდხანს ფიქრობ ეძელ. უბრალოდ სიმართლე მითხარი. ეს არის და ეს. ყველა სასეენდობი გაცნობისთანავე? Hayat gibi რატომ არ უნდა ვენდო? ცხოვრება ისეთი ხან მოკლეა. შეიძლება ინანო. hayat onun için. ცხოვრება მეტისმეტად ხან მოკლეა. Ya sen böyle... შენ არასდროს აკეთებ რამეს ისე, რომ მას ჯერ არ გაზომა. ასე არ არის? Yok არ პასუხობენ. შენი და ერთობა ნუ ნერვიულობ. შენ რა იცი? რა იცი რას აკეთებენ? იმ ტიპს საერთოდ არ ვიცნობთ. რა იცი როგორი ტიპია? მართლა ასეა. მართალია. 100%-ით მისი ნდობა არ შეიძლება. ჩვენ მას 4 მილიონი მოუგეთ. ეს ვიცით. მართლა. ის ორ დღეში შენი მეგობარი გახდა. ეს ნორმალურია. ადამიანები ჩემთან დაახლოებას ცდილობენ. რა ვქნა ასეა? რა იყო? ჩემზე ეჯვიანო? ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყავი სერიოზული. სერიოზულობა შენი საქმეა ალი. ალო? ბაჰარ, რა იყო? ამიხსენით რა ხდება? abi. ძმაო ალი. გეკითხები რა ხდება მეთქი? ძმაო ალი. ნუ გეძღინება ძმაო. ბაჰარი ავადმყოფობს და მის გამო ყველანი ძალიან მღელავთ. ნერვიულობთ. ხომ გესმის? ეს შემიბრალი იყო. მე შევთავაზე გავისეირნო თქო. ბაჰარს რომ არ ვიცნობდეთ და გიჯერებდით. Bahar hadi sen ბაჰარ, yukarı çık. ადიზევით. გამოიცვალე სულ მთლად სველი ხარ. Gelip kaçır. კიდევ მომიტაცებ? შევეცდები. გპირდები. კარგი. Görüşürüz. დროებით. დროებით. Sizi meraklandırmak არ მინდოდა გენერვიულად, მაგრამ ბაჰარი იქ çok mutluyum. ისეთი ბედნიერი იყო, მართლა. Onun mutluluğu... მისი ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია. Bakmayın ama... ახლა ისეთი ხალისიანია და თან ძალიან სათუთი. გასაგებია. Kalbini kırmak... გულის მოკლა ადვილია. Çok dikkat et. ჩვენ ვცდილობთ მოვუფრთხილდეთ. Ben de dikkat edin. თუ ასეა მეც მოვუფრთხილდები. Her şey ყველას მშვიდობია ღამეს გისურვებთ. კიდევ ერთხელ ბოდის გიხდით. რა საბობ? ბოდის რისთვის გვიხდი? ხოლ დაგირეკავ. დროებით. olur. წამოდი. კარგი. Duyuyor musun yeğen? გესმის? Suyun sesini გესმის ძმისშვილო, წყლის ხმა. yapamam diyor. ამბობდი ამას ვერ შევძლებო. Yetmezsem გეგონა ძალა არ გეყოფოდა. anlarlar. ფიქრობდი ისინი მიხვდებიანო, ყველაფერს გაიგებენო, გეშინოდა. ამბობდი ეს შეუძლებელიაო. მაგრამ ახლა გესმის წყლის ხმა. Yeğen. ზღვა გაიპო ჩვენ წინაშე როგორც იქნა. Bize sadece ჩვენ მხოლოდ იზღა დაგვრჩენია ბოლომდე გავიაროთ ეს გზა. შემოდი. Abla ne olur deme. დაიგო, შეგიძლია ჩუმად იყო, ვიცი რასაც მეტყვი. Ya bir dinle. ჯერ მომისმინა იქნება არ იცი. Ya biliyorum. ვიცი. Ben de seni biliyorum Bahar. მე კი ვიცი შენ როგორიც ხარ. თავს დაიღუპავ ბაჰარ. Sonra unut... თვალებზე გადყობ რომ არ ფიქრობ საკუთარ თავზე. Yani. რა იყო? ცუცვა გეთებ რამას? Bu kadar iyi değil. ყველა კარგი ადამიანი არ არის როგორც შენ გონია. ო, არც ცუდია ყველა როგორც შენ ფიქრობ. მითხარი ბოლოს როდის გააკეთე ის რაც გინდოდა? Kaçma. არ წახვიდ. მიპასუხე. Tamam bıraktım. Çok oldu. დიდი ხნის წინ. მე ცუდად იყავი? Mutlu değil mi? უბედური იყავი? მითხარი. Mutlu değil miyiz? უბედური იყავი? İyi geceler. ღამე მშვიდობის. წამლის დალევა არ დაგავიწყდეს. ღამე მშვიდობისა.
საღამო მშვიდობისა. Aldın mı? იპოვე? Ramiz რამიზი ზევითაა? არა, სადღაც წავიდა, როცა ჩვენ შინ არ ვიყავით. დიდი მადლობა. ეზერ, İyi akşamlar. კამილ, თავისუფალი ხარ? Değişmek, ადამიანის შეცვლა ძალიან ძნელია, ეზერ. görünmek kolay. მოაჩვენო სხვებს თავებით, რომ სხვა ხარ, ადვილია, მაგრამ ძნელია სხვა გახდე სინამდვილეში. სტამბოლი 2005 წელი. Hoş geldin. გამარჯობა ძმისშვილო, Ezel. ეზერ. Yapamadım. ვერ შევძელი. Yapamadım. ვერ შევძელი, ძია. Evine git. სახლში ვიყავი მათთან. Tabanca. პისტოლეტი ვიშოვე, მაგრამ სროლა ვერ შევძელი. Ama vuramadım. ვერ ვესროლე. Peki ჩემთან bana რისთვის მოხვედი? Niye mi geldin? შენთან რისთვის მოვედი? Nereye gittin? აბა საწავიდე. Sen söyle. მითხარი, ძია, საწავიდე. Yüzüme bak. სახეზე შემომხედე. Şu yüzü. კარგად შემომხედე, ძია. Bu yüzü senden. შენ გარდა ვინმე იცნობს ამ სახეს? Ha? Nereye gittin? საწავიდე, Söylesene, მითხარი, nereye ძია, სად? onları მათი დახოცვა გინდოდა? Evet. ხო, Evet. ხო. niye? რატომ? Yüzüme თვალებში მიყურე. niye? რატომ? Onları იმიტომ რომ მათი ყურება არ შემიძლია. Onları აღმიწერე, როგორ გძულს ისინი. otur, დაჯექი. დაჯექი, დაჯექი. otur. იჯექი. Bana cevap ver. ახლა კი მიპასუხე შეკითხვაზე, როგორ ახსნი ამ სიძულვილს? bensiz ისინი yalnız. უჩემოდ არსებობენ. Onu ben ამიტომ არ შემიძლია მათი დანახვა. Niye? რატომ? çünkü იმიტომ რომ იმიტომ რომ onu hala çok დღემდე მიყვარს. hala seviyorum. დღემდე მიყვარს ეიშანი. Yanlışım სტები var ძმისშვილო, ya. Sen değil, ეიშანი შენ როგორც ეზელს არ გიყვარს. Ömer seviyor. ის ომერს უყვარს დღემდე. Ömer öfkeli. ომერია გაბრაზებული. ომერია სასოწარკვეთილებაში. Çünkü yanlışım სტები var ძმისშვილო, ya. Ömer'i onları მათ ვერ შეძლეს ომერის მოკლა. ancak sen öldüre. მხოლოდ შენ შეგიძლია ომერის მოკლა. Ömer'i öldür. და უკვე მოვიდა ომერის მოკლის დრო ეზელ. Çünkü იმიტომ რომ Ezel'in yaptığı რისი გაკეთებაც ეზელს უნდა, ომერი ვერ შეძლებს იმის გაკეთებას. çünkü Ömer იმიტომ რომ ომერი გულმოწყალია. Ömer'i öldür. შენში ომერის მოკვლას თუ შეძლებ, მხოლოდ მაშინ შეძლებ შურისძიებას. Hazırım diyor. თუ მზად ხარ, İcat
თუ კი ამის გაკეთებას აპირებ, ნუ აიღებ ხელში პისტოლეტს. Kuralına uyacaksın. რაც გინდა ის გააკეთე, ოღონდ იარაღს ნუ აიღებ ხელში. Yiyeceksin. Ne yaparsan ამ გზით მიზანს ვერ მიაღწევ. yiyeceksin. უფრო ჭკვიანურად მოიქეცი. Bir daha მტრების დასაძლევად იარაღი კი არა, მათი სუსტი ადგილები უნდა გამოიყენო. გესმის? onları მათი სუსტი ადგილები. için kendi silahını değil, onların ახლა კი მითხარი, ძმისშვილო. კარგად დაფიქრდი და მითხარი. ჩემი დახმარება გჭირდება? etmemi istiyor musun? მითხარი, რა გინდა? İntikamım შურიზიება. Nasıl? როგორ? her şeyim მათ ყველაფერი წამართვეს. Ben de her şeyi მეც ყველაფერს წავართმევ მათ. Nasıl? როგორ? yavaş yavaş. აუჩქარებლად. En zayıf გავიგებ მათ noktalarına სუსტ წერტილებს. aralarına girip შევალ მათ ცხოვრებაში. onların güvenliğini მათ ნდობას მოვიპოვებ და მათ onların გულებს güvenliğini დავეპყრობ. kazanacağım. Sonra მერე კი Şimdi söyle bakalım. მითხარი, ძმისშვილო. Doğruyu söyle. მართალი მითხარი. ნამდვილად მზად ხარ ამის გასაკეთებლად? სტამბოლი 2009 წელი.